ჩვენას აქ ნათქვამი ესეთი ფრაზა რომ ერი არის ყოველდღიური რეფერენდუმი. ანუ ჩვენ ყოველდღიურად უნდა გამოვიგონოთ საკუთარი თავი და ასევე არის დამოკიდებულება, ხო, ყოველდღიურად უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რას ნიშნავს ჩვენთვის დამოკიდებულება, რისთვის გვჭირდება ეს დამოკიდებულება. იმისთვის გვჭირდება რომ დავჩაგროთ სხვა ადამიანები, იმისთვის რომ სხვებთან გავწყვიტოთ ურთიერთობა თუ პირიქით ვიყოთ თავისუფლები, ვიყოთ სამართლიანები, ვიყოთ პატიოსნები, ვიყოთ ადამიანურები და მე მგონია რომ ეს არის ის რაც უნდა აღმოაჩინოთ ჩვენ თავში და დღევანდელი დამოკიდებულების დღე არის განსაკუთრებული ბევრი რამის გამო, იმიტომ რომ ბევრი უსამართლობაა საქართველოში, ბევრი ადამიანი იბრძვის ამ უსამართლობის წინააღმდეგ. ეს არის პირველად არის რომ ორგანიზებულია ხალხის მიერ აღნიშნა, რომ ხალხმა გააკეთა აქ გამოფენები, აღლუმები და ეს არ არის ბიუროკრატების, ჩინოვნიკების ან პოლიტიკოსების ორგანიზებული დღე და ეს თავისთავად მეტყველის იმაზე რომ რაღაც ახალ დროში გადავდივართ და ეს არის მე მგონია ის რაც არის საქართველოს მომავალი რომ საზოგადოებამ თავისთავად უნდა იყოს გავითარება. მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო თავისუფალი ქვეყანა, ეს ფიქრობ, რომ ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ეს დამოუკიდებლობა მაინც არის ძალიან პირობითი. ამას ყველაზე მეტად ალბათ დღეს ვგრძნობთ ამ ბოლო ხანებში, თუ რამდენ რამეზე და რამდენ ვინმეზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. სამწუხაროდ არ ვართ ისეთ სტაბილურ მდგომარეობაში, რომ ეს ჩვენი დამოუკიდებლობა ძალიან გვიხაროდეს, კაია რომ ოდესღაც მოვიპოვეთ, მაგრამ ეხა შენარჩუნების რეჟიმში ვართ. თქმა უნდა, იმედს არ ვკარგავ და ალბათ იმედს არც ერთი ის ადამიანი არ კარგავს, ვინც დღეს ქუჩაშია, ვინც არა მარტო დღეს, არამედ გაბმულად უკვე ამდენი ხანია აპროტესტებს.